მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს გავაკეთოთ ასე ანალიზი თქვენი ურთიერთობის, ვნახოთ რა იყო ურთიერთობაში, ეს იქნება როგორც даже სიგნიფიკატორი. ეხლა რა ხდება და რა გელოდებათ. ვნახოთ ეხლა როგორც ყოველთვის ფიქრები, გრძნობები და ქმედებები. ასეთი ანალიზი გავაკეთეთ. პერიოდი ავიღოთ ჩვენ. მოდით ეხლა რაც იყო და ეხლა ეს ერთი წლის განმავლობაში ვნახოთ და რა იქნება, ავიღოთ მოდით ზოგადად ავიღოთ. მე არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ ეს საჯარო გაშლა არის, ამიტომ უბრალოდ ენერგიები ვნახოთ მომდევნო წლის განმავლობაში თუ საერთოდ აი პერიოდი ესეთი. აი ეხლა თქვენ თვითონ რა პერიოდი გაინტერესებთ, კარგით? აბა ვნახოთ ჯერ პირველ რიგში რა იყო, ვნახოთ. სამი დასტა მაგაღებული დღეს. მინდა რომ სამ დასტაზე გქონდეს ჩვენ პასუხები. ეხლა რა ხდება? ეხლა მისი ფიქრები მეტები და ნახოთ მესამე დასტა გვაქვს მომზადებული, ეს უკვე სამომავლოდ ნახოთ, ხო? ნახოთ სამომავლოდ. всё. ნახოთ ეხლა ჩვენ რა ხდება. так, ეს ჯერ შენ მჭირდები. მოდი აქა. შენ აქეთ. всё. ეხლა ნახოთ. არა, ეხლა კი რა იყო? ხო. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მაღალი არკანებით გველაპარაკება დასტა. ანუ მისი ფიქრები სხვათა შორის ამ ერთი წლის განმავლობაში ვიღებ, ხო? ეხლა თუ დაუშვოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ხო, რა ის წლის განმავლობაში რა იყო. სხვათა შორის აქ რას მაჩვენებს, რომ ფიქრებში ეს აჩვენებს, რომ აი ეთყობა რა არის, ეს ძალიან ბევრს ფიქრობდა ეს ადამიანი და სხვათა შორის შეიძლება ფიქრობდა იმას ფიქრებში სერიოზული დამოკიდებულება გქონდა თქვენს მიმართ, даже არ გამიკვირდება თუ დაუშვათ თქვენ კიდევაც მიიღოთ წელს, ანუ წინადადება და თქვათ ცოლობაც გთხოვათ, ეს იყო ძალიან აი ესეთი ფიქრები, რომ აი მაგან ყველაფერი აწონდა ყველაფერი თქვათ აი ბევრი ფიქრები ქონდა, ძალიან სერიოზული ფიქრი ქონდა ამ ადამიანს და შეიძლება даже თუ მაგამდე თუ თქვათ ეხლა თქვენ არაერთი წელიწადი გაქვთ ურთიერთობა უფრო ხანძლივი, აქ ადამიანმა უკვე მიიღო რაღაც სერიოზული გადაწყვეტილება. შეიძლება ამ წლის განმავლობაში თუ გაქვთ ურთიერთობა, აქაც ადამიანმა ის აი ყველა პლუსები და მინუსები თქვათ გაიაზრა, ანალიზი გააკეთა თავის ფიქრებში, სხვათა შორის ეხლა ძალიან ისეთი მივიდება, ვნახოთ რა ასეთ სერიოზულს რას ფიქრობდა ეხლა ეგა. რას ფიქრობდა? სერიოზულს. იცით როგორ არის სხვათა შორის, ერთი წამი კიდე მინდა ერთი. ხო. მაგ ადამიანს მოვიდა იცით როგორი ფიქრები, ანუ სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ თქვენი დაკარგვა არავითარ შემთხვევაში მაგას არ უნდა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ქალი, რომელიც აი დიდი ხანი რომ ველოდებოდიო. ქალი, რომელზეც ნამდვილად ანუ ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის როგორ იცით როგორ როცა აი ერთხელ რო ხდება ქალი ცხოვრებაში ისეთი, ანუ დაუშვოთ ახლა ფიქრობდა ადამიანს ხო სულ ყოველს ჩვენ გვაქვს რაღაცა თქვათ მოსაზრება იმისი, აი თქვათ როგორი მინდა იყოს პარტნიორი, რანაირი მინდა იყოს პარტნიორი, თქვათ როგორი ადამიანი მინდა გვერდით და აი აქ თითქოს ამ ადამიანმა ამ ერთი წლის განმავლობაში, ადრე ხო და ასე თქვათ, პერიოდი ხა მივხვდით ხო? მართლა მივხვდა აქ მე თვალდახუჭული შემიძლია მაგას ვენდო. ეს არის ის ქალი,
რომელსაც მე ველოდებოდა, რომელიც დაკარგვაც მე არ მინდა. იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის, უძვირფასესი. მე გითხარით, რომ ვიღაცა შეიძლება даже ცოტაც მოგიყვანათ, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს მომენტი რომ ვერ დავკარგავ რა. ვერ დავკარგავ. თუ დაუშვათ ახლა ახლა მე მიყურებენ სხვადასხვა გოგოები, ვიცი რომ ზოგი ახლა თქვათ შეიძლება უკვე იყვნენ გათხოვილები და სიტყვაზე გათხოვება არ უნდათ, უბრალოდ ურთიერთობაში უნდათ შესვლა და ასე შემდეგ. არიან გოგოები, ვისაც მართლა გათხოვებაც უნდა და ასე შემდეგ. აი, აქ გეუბნებით, ისეთი ენერგია არის, მოდით ასე ვთქვათ. არ მინდა მისი დაკარგვა, მინდა სერიოზულად ვიყო მასთან. აი უკვე დანარჩენი თქვენ მიხვდებით, ხო? ან ცოლი გახდეთ, ან უბრალოდ თქვენ თვითონ ხვდებით, რომ ამ ადამიანს თქვენს გარდა არავინ არ უნდა. იმიტომ რომ ნახეთ კიდე გრძნობაზე გამოდის საერთოდ ნახეთ როგორი არკანი. ანუ უძლიერესი გრძნობა აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ აქ ადამიანი აჩვენებს იმას, რომ ანუ ამან დაიბრყო ჩემი გული. იცით რა არის? ეხლა შეხედეთ აქ ლომი არის თვითონ ეს ადამიანი, ანუ აქ არ გვაჩვენებენ ჩვენ რომ არის რაღაცა თვითონ პაჟიკი, ხო, დაუშვით ესეთი. შეიძლება ანუ თვითონაც ძლიერი პიროვნება არის, გაიგეთ? ანუ თვითონაც ეხლა სულ მცირე აი ხასიათიც რო ავიღოთ, ადამიანი რომელიც მართლა აი თვითონ ხასიათა მოდით ასე დავარქვათ რა, არ არის რბილი პიროვნება, მაგრამ არც თქვენ არ ახართ, აქ ისეთი ვიღაცა თქვათ, გოგო რომ, აი იცით როგორ არის, აი გრძნობა, რომელიც სათანადო გრძნობა, აი ასე როგორ მინდა გითხრათ რა. ანუ ქალი, რომელიც ემსახურება გრძნობასაც და ყველაფერს კარგს, ანუ ისეთი გრძნობა, რომ იცის მაგან აი ეს როგორი ენერგია მოდის, იცით, როცა იცის, რომ ჩემს ზურგს უკან დგას უძლიერესი ქალი, რომელსაც მე შემიძლია ვენდო, აი აქ ნდობაზეა ძალიან ბევრი ლაპარაკი სხვათა შორის. და ერთ-ერთი აი საქმეს რაც ეხება ქმედებაზე, ხო? აქ ცოტა არ არის, აი თქვათ, რომ გითხრათ, რომ აი ყველაფერს ისე აკეთებდა, თქვათ, როგორც საჭირო იყო, შეიძლება არა, იმიტომ რომ აქ даже როგორ არის, შეიძლება გქონდათ თქვენ ახლა აქ ძალიან ძლიერი პიროვნებები, აი გრძნობა, რომ ერთიც და მეორეც ძალიან ძლიერები ხართ. ძლიერები შეიძლება იყოთ ზოგი ხასიათებითაც, ზოგი შეიძლება იყოთ თუნდაც ფინანსური თემებით და შეიძლება სიტყვაზე თქვენს ბიზნესი გაქვთ, იმასაც ბიზნესი აქვს, ასე რომ ვთქვათ, ხო? ან ფინანსებით. თუ ეგრე არ არის, ესე იგი ხასიათებით, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ აქ მიდის თითქოს აი ჭიდაობაც. შეიძლება რაღაცას ერთმანეთს უმტკიცებდეთ რა. იმიტომ რომ აქ ორი პიროვნება არის სურათ და კარტზე და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპში ახლა შეიძლება ეს ადამიანი ცდილობდა, რომ თქვა თავისი საქმით რაღაცა დაგემტკიცოთ რა. იმიტომ რომ გქონდათ რაღაც ხარვეზები. კი. პრინციპში რა არის, იცით, როცა ასეთი ძლიერი ქალია და ასეთი აქ ახლა თვითონ მართლა უძლიერესი ძალიან უნდა იყოს, რომ ამ პენტაკლების დედოფალი, მე უკვე აქ ვერ ვეტყვი, რომ ეს ქალი არის რაღაცა უფულოთ და უყოლაფროთ რა. შეიძლება თქვენ ახლა ან გამოცდილება გაქვთ რაღაც ცხოვრებისეული, ან უკვე შეიძლება თქვენი ბიზნესიც გაქვთ, სერიოზული გოგო ხართ, ან თქვენი ისეთი სამსახური, მყარად გახართ რა, უკვე თქვენ ფეხზე და ამიტომ даже შეიძლება ხო იმიტომაც გეუბნებით, რომ აი ყველა ჩემოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ამავე დროს ხო გეუბნებით, აქ კიდე როგორი ენერგია მოდის, რომ მაგ ქალს უფრო მეტი ეკუთვნის, ვიდრე მე ვარ. აი აქ ეგეთი რაღაცაც არის რა, იმიტომ რომ აქ ხუთიანები და ანუ ცოტა კრიზისში არის ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ეს მომენტი, რომ ცდილობს ადამიანი მაქსიმალურად რომ იყოს თქვენს დონეზე, მაგრამ შეიძლება ვერ ქაჩავს. აი ეგეთი რამეც კი არის რა. კი. და სხვათა შორის ეს ადამიანი ბევრს ფიქრობს, რა შეუძლია რომ გააკეთოს ამ ურთიერთობისთვის, ფიქრობს ნამდვილად, ეგ არის რომ არ გამოდის ყოველთვის ისე როგორც მას უნდა და სხვათა შორის
აი მართლა ძალიან განიცდის ეს ადამიანი თუ ვერ მოქმედებს ისე როგორც თქვათ მას უნდა რომ იმოქმედოს, იმიტომ რომ ამ ადამიანს როგორ არის იცი, აი გული დავატარებ ამ სიყვარულს, მაგრამ აი ამას იცით ძალიან დიდი შიშები აქვს სხვათა შორის თქვენი დაკარგვეს, აი შემიძლია გითხრათ რა. იმიტომ რომ ძალიან უნდა რომ ანუ მართლა უნდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა, მართლა უნდა რომ თქვენ დაუშვათ ნუ ყველაფერი თქვენთანთვის იყოს, მაგრამ არის რაღაც მომენტები ცოტა. კიდე ნახეთ აქ რა შემიძლია გითხრათ, ну აი ითხოვს რა, ნამდვილად აქ მთელი პროგრამა დაიხატა, ну თქვენ ახლა ვინც მიცნობთ, იცით რომ მე ბედის მატრიცასაც ვმუშაობ, არის ბედის მატრიცა თუ ვინმე მარიცით, არის აქ ვიდეო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს რა უნიკალური ინსტრუმენტი იქ ყვები მე და აი აქ ერთ-ერთი პროგრამა არის ესეთი განდეგელი და ეს არის როგორ იცით აქ ქმედებაზე. მე ვფიქრობ რომ აქ ტარო მაჩვენებს იმას, რომ აი ამ ურთიერთობაში ამ თავისი ქმედებით ან უმოქმედო, აი იცით როგორ არის შეიძლება ადამიანს დაუშვათ უნდა რომ რაღაცა გააკეთოს და იმოქმედოს რა. მაგრამ ისე არ გამოდის, როგორც მას უნდა რომ გამოდიოდეს. და ამის გამო ადამიანი იტანჯება, მაგრამ ეხლა ნახეთ, როცა აი იმიტომ მე მაგალითად პირადად აი ეზოტერიკაში უფრო იმიტომ წავედი, რომ აი როცა გაუგებარი არის ეგეთი რაღაცები, ხო? მე მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, მე მაგ ძალა, მე მაგ ტვინი, მაგრამ ვცდილობ და არ გამომდის. რატო არ გამომდის? თქვა შეიძლება ყველა ინსტრუქციები თუ რამე არის, ანუ ლუჯემ შემთხვევაში იმდენი კურსი მაგ გამოვლილი, რომ უკვე დავეცი მე. მაგრამ ვინას იყიდა ადამიანი რა, იმდენი რაღაცები, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა რაღაცები. აი მე უკვე ინტერესები, აი ზუსტად ეხა სხვა უკვე მხარე გაინტერესებს, ხო? ნუ ხო შეიძლება არსებობდეს რაღაცა ახსნა. აი მას ადამიანები მიდიან სხვათა შორის, ნუ ეზოტერიკაში ძალიან ბევრი, იმიტომ რომ უკვე სხვა დონიდან აინტერესებს რა ხდება. და აი აქ ახლა მე შემიძლია გითხრათ, რომ ხა ყველა მამაკაცი არ არის ისეთი, რომ თქვა წავედეს და ეგრევე ეზოტერიკით დაკავდეს. ხა უფრო გოგოები არიან რა, დაინტერესებულები, მაგრამ და ამიტომ მამაკაცს აქვს როგორი თემა, იცით, ანუ მე ვცდილობ, მე ხომ მიყვარს, მე ხომ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო, მაგრამ რატო არ გამომდის, ვერ ხვდები, მაგრამ ამავე დროს შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს რატომ არ გამომდის, არის იმიტომ, რომ ასე არის ეს, ну, მოდით ასე ვთქვათ, სულების დონეზე, იმიტომ რომ აქ კარმული პარტნიორი ეგრევე მაჩვენა, მაგრამ რომ ფიქრობს, რომ არ არის ეს შემთხვევითი პარტნიორი ჩემ ცხოვრებაში და არც თქვენთვის არ არის ეს ადამიანი შემთხვევითი და ანუ თავისი აი ეგეთი შეიძლება უსაქციელობა არა, უმოქმედობის გამო თქვენზე ქონდა მაგას, ანუ სულების შორის იყო მოლაპარაკება. აი ასე უნდა მოიქცე, უბრალო ენდით. აი ასე უნდა მოიქცე შენ ამ ურთიერთობაში. რატო? რისთვის? იმისთვის, რომ ეს ხალი უფრო გაძლიერდეს და ეს ხალი ამ თქვენეთ ყობას გზა ქონდათ რაღაცა დახურული, ну შეიძლება უნდა გასულიყავეთ, უფრო თქვა, შესულიყავეთ ეზოტერიკაში, ხო? ან საერთოდ უნდა დამდგარიყავეთ თქვენ გზაზე, აი სულიერ გზაზე. და აი რა თქმა უნდა, ეს რო ყოფილიყო, ქმედება ხო, ну რაღაცა ხო უნდა იყოს ბიძგი, ხო რაღაცა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ გვეხმარება ასეთ რამეებში ჩვენი პარტნიორი, თავისი ქცევებით და თავისი აი ეგეთ საქციელებით რა. როცა და ესეც საცოდავი ახლა რაღაცა შეიძლება ვერ აკეთებდა ისე როგორც უნდა რომ გააკეთოს და ვერ ხსნის რატომ? ამ დროს გეხმარებოდა თქვენ და თავისი საქციელით ხსნიდა დახურულს თქვენს პროგრამებს. როგორც გინდათ გამიგეთ, მე გითხარით როგორც მეუბნება ტარო. ანუ თუ ვინმე წახვიდეთ თქვენ ეზოტერიკაში, ან განვითარებაში, ან დაგაინტერესებთ თქვა სხვა მხარე კიდე, თქვა ამ ცხოვრების და არა მხოლოდ მატერიალური მხარე, და რამე კითხვები დაგებადათ, ხო? აი რატო არის ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში და არა მხოლოდ იმაზე, რომ აი მე ღმერთო ამერიკას მომწერს არ მომწერს. უფრო მეტი თუ დაგაინტერესებთ, იცოდეთ რომ ეს ადამიანი მაგისტრის ის ნერვიულობდა რა ხდება, მაგრამ ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თქვენ გაგიგოთ, იმიტომ რომ აქ ამისთან ძლიერი ქალი არის, რა თქმა უნდა, გაგიჩნდებოდათ კითხვა, რომ
რატო ვერ გავიგე ახლა სიტყვაზე, შეიძლება უნდოდა საჩუქარი ვერ აკეთებ და უნდოდა თქვათ მოსვლა ან რაღაცა ვერ მოდიოდა, ხო? კიდე რაღაც მომენტები და ვერ ხსნის რატო მინდა და აი რაღაც ფეხები თითქოს აი უკან მითრეს. აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, როცა ადამიანი ვერ ხსნის რატო ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში, აი არის პასუხი, იმიტომ. გაიგეთ ახლა? ნახოთ ახლა რა ხდება. ეხლა უკვე ფიქრობს, ნახოთ, ეს არის ჩემი ჯილდო, ეს არის საჩუქარი, ეს არის ღვთისგან საჩუქარი, ეს არის ჩემი ბედი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი აი ღმერთი რომ მოვა და აი ასე რომ გაჩუქებს და გეტყვის, აჰა, შენ რო ხო ოცნებობდი ასეთ ქალზე, აჰა, მიიღე. აი ეგეთი არის, აი ეს არის როცა ადამიანი ხდება, თან მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ამასაც ფიქრობს, რომ ასეთი ხალი, როგორც აი აქ გითხარით, მის ცხოვრებაში არ ყოფილა. ნამდვილად, ყველანაირად ტუზე ეს არის, რომ ტუზე დაგეცა რო იტყვიან რა, ხო ხდებით, რომ როცა ამაზე მეტი რაღა, იმ კონკრეტული ადამიანზე, მაგრამ ხო, ლაპარაკი შეიძლება ახლა სიტყვაზე, ახლა როგორც ახლა თქვენთვის არის თქვა მნიშვნელოვანი, სხვა შეიძლება ზედა შეხედოს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს ასე, ამის შემთხვევაში ეს გასია, რომ ეგრევე მაგან თავიდანვე, როგორც ქონდა მაგას ეს რომ სოციალურ ამას ძალიან ეს ფიქრი აი თითქოს მისდევდა სულ რომ არ დავკარგო, ვარ თუ არა მაგის ღირსი, ვემსახურები თუ არა. ამას არ გეტყოდა თქვენ, გაიგეთ, მაგრამ აი ეს ფიქრებში ქონდა და აი ახაც მაჩვენებს რომ უძვირფასესი არის ჩემთვის ეს გალი. კარგით, მოდით აბა ვნახოთ გრძნობა. გრძნობა, რა საინტერესოა. იცით რა არის? აი აქ სულ განცდა. არ ვიცი გოგოებო, ეხლა მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, ასეთ ქალს ყოველთვის ეხლა პაკლონიკებიც ეყოლება და ასე შემდეგ. აი ეს მაინტერესებს, რატო ასე განიცდა? ეხლავე აგიხსნით აქ, რატო ასე დამაფიქრებინა? იმიტომ რომ აი ეს გრძნობები სხვათა შორის ძალიან აწუხებს ამ ადამიანს და იცით როგორ არის? აი თითქოს უჭირს გამოხატვა. ვერ გამოხატავს ისე, ეს даже როგორ არის ზოგჯერ, იცით? რატო გაწუხებს? რატო ხარ ეგრე? აბა მითხარი, რატო? საკრანაირად წამოვიდე ეს არ. აჰა. როგორც მოვიდა ინფორმაცია, ისიც მიდასტურებს, კი ბატონო. ნახე, ეს რაც გითხარით. იმდენად როგორ არის, ამ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, რომ არ შეუძლია ბოლომდე გამოხატოს თავისი გრძნობა. არ შეუძლია და სხვათა შორის ამაზე ზოგჯერ აი პლუს კიდე, აი აქ ცოტა, არ გეწყინოთ, მაგრამ ცოტა დაბალი თვითშეფასება აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ან თქვენ ხართ მართლა ვიღაცა ისეთი ადამიანი, რომ აი რა ვიცი რა, უძლიერესი და აი ქალი, რომელიც რა ვიცი, მართავს დიდი კორპორაციის მმართველი. ეს ახლა მე არ ვიძახოს უშუალოდ თქვა პროფესიის, ხო, ზოგი შეიძლება იყოს, მაგრამ იცით როგორ არის? ხო გითხარით, რომ მე აქ ვერ ვხედავ, რომ ადამიანი იყოს დაუშვათ სუსტი თქვენს გვერდით, არავითარ შემთხვევაში, ან ხასიათებით მაინც ცოტა ისეთი, ზოგჯერ სხვათა შორის აი ჩაკეტილიც არის, რაღაც თავის, როგორ არის, ამ ადამიანს უჭირს გამოხატვა თავისი გრძნობები. всё, აი როგორც გინდა გამიგეთ რა. ამის გამო, ამიტომ ბრაზდება ხოლმე ეს ადამიანი, გაიგეთ, იმიტომ რომ მინდა გამოვხატო, მინდა ყველაფერი მისთვის, მაგრამ არ გამომდის, რატო? ნახე, დაბალი თვითშეფასება, რატო მერყევობს მისი თვითშეფასება, იმიტომ რომ აქ ფინანსურად ეტყობა ვერ გეწევათ თქვენ. ვერ გეწევათ და მატერიალური მხარით, ნახეთ კიდე როგორ არის, შეიძლება არ აქვს იმდენი ფინანსები, რომ გამოხატოს, თქვა, დაუშვათ ეხლა, იმიტომ რომ რა არის, იცით, დამიჯერეთ, რომ მამაკაცის ქალი გამოხატავს სიყვარულს, გრძნობას, ემოციებით ყოველთვის და მამაკაცი გამოხატავს თავის სიყვარულს და გრძნობას ქმედებით და მატერიალური რამით.
თქვათ, რამე უნდა გაგიკეთოს, უნდა მოგიტანოს, და როცა არა აქვს ამის საშუალება, ეხლა რა არის, თუ ძალიან ვიღაცა ძუნწი ისეთია, რომ აი რა გითხრა, რა ვიცი მე და მაშინ კი ბატონო, ხო? მაგრამ даже ძუნწები, ძალიან ძუნწები, როცა უყვართ, ისინიც კი ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ გაგიკვირდება რა. ხო და მაგრამ როცა მამაკაცს არ შეუძლია რომ ფინანსებით რამენაირად გამოხატოს, ხო, ან რამე გიყიდოს, სადმე წაგიყვანოს, რამე გაჩუქოს, ელემენტარული რაღაცა, ხო? ნუ მე უკვე არ ვამბობ გლობალურზე სიტყვაზე, შეიძლება ზოგს ახლა ისეთი თქვათ, ხალი ხართ, რომ მიჩეული ხართ ყველაფერს რაღაც საუკეთესოს და ეს ხდება მაგას, მაგრამ ვერა. ამავე დროს ვერც არც შეუძლია რომ თქვათ, ნუ არ იყოს თქვენთან, ხო? და ამიტომ ამის გამო იტანჯება, იმიტომ რომ ვერა ვარ, აი არ აქ ეგრევე აშკარად მაჩვენებს, რომ ბრაზდება, რომ არ შემიძლია გამოვხატო მე ეს ჩემი გრძნობა, აი რა ისე როგორც ეკუთვნის მამაკაცს. გაიგეთ რა ხდება? და ამიტომ აი გრძნობაზე ეგეთი მომენტი, რომ ეგრევე მოჩვენე თასების მეფე ვარ, მიყვარს, გაიგეთ, მაგრამ ბრაზდები, რომ აი არ გამომდეს და თან თუ დაუშვოთ კიდე ეს ადამიანი არის მანძილზე, ხო? აღაც არის დიდი განცდა, თქვა ვერ აი გვერდით რო ვიყო მის გვერდით, მაშინ უფრო მეც გავაკეთებდე. აი მანძილზე რო ვართ, ვერ ვაკეთებ იმას, რაც მინდა. იმიტომ რომ აქ უკვე არის ეტლი, ხო? ქმედებაზე. არის ზოგისთვის შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ მანძილზე არის და თქვა, ან სადმე წასულია, თქვა, ხო? აი და ვერა ზოგისთვის არის როგორი სიტუაცია, იცით? პრინციპში შეიძლება, ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ მე ყველა ვარიანტებს ვამბობ, ან ადამიანი წავიდა, ან პირიქით ადამიანმა, ქმედება რა, პირიქით შეიძლება გითხრათ, რომ მოდი ერთად ვიცხოვროთ, ჩამოვიდეთ, არის ეგეთი რაღაცა და იცოდეთ, რომ ხანუ საჯარო გაშლა, ახლა მე აქ ნამდვილად შემიძლია თქვა რამდენიმე ვარიანტი, ხო? ქმედებაზე ეხლა შეიძლება არის წასული, ან უწევს, თქვა, ბევრი წასვლა-მოსვლა, რა, ეგეთი რაღაც, ან კიდე რა არის აქ? კიდე რა არის აქ? გოგოება აქ ვიღაცისთვის რა იქნება, იცით, გეტყვით ახლა ნახეთ. ეს ახლა წამოვიდა ვიღაცის ინფორმაცია. ნახეთ, ძვირფასი ადამიანი კი ხართ, მაგრამ აქ ადამიანმა, აი რო გეუბნებით, ვერ გამოხატა, აი შეიძლება თავისი რაღაც ტარაკანები უდევს თავში, გეფიცებით რა, რაღაცებზე ფიქრობს. აქ შეიძლება ვიღაცა მართლა თვითონ ტიპი წავიდა ეზოტერიკაში. აი ახლა ეს მოვიდა და სადღაც წავიდა, გეფიცებით რა. და ეს იყო რაღაცნაირად, აი, ან ფიქრობდა, უნდოდა თვითონ, გაიგეთ, იყო ეგეთი რაღაცა, ვიღაცამ დაიჭირეთ ესეც. და იმიტომ რომ აქ რას მაჩვენებს, იცით, რომ აი მოხდა აქ ესეთი მომენტი, даже ხო გითხარით, აქ ორწინებად შეიძლება არის. ძლიერი თქვა, ორი ძლიერი პიროვნება, მაგრამ აქ რაღაცა მოხდა ესეთი და ხო და ნახეთ, ეხლა გრძნობაზე რაც გითხარით, პლუს კიდე თითქოს ნახეთ, აქ ადამიანი თვითონ გაიქცა თავის გრძნობას, თავის სიყვარულს, თავის აი რაღაც ესეთი მომენტი არის, იმიტომ რომ მასში დაიწყო რაღაცა მერყეობა. ეგ ყველასთვის არ არის დაიჭირეთ საჯაროში, ჩვენ ვიჭერთ ჩვენს ინფორმაციას, დანარჩენი ყველაფერი პირადში. ხო და აი ზუსტად ეს მომენტი, რომ მინდა, არ მინდა, რომ პენტაკლების მეფე, ხო? და კი გრძნობა, აი იცით როგორ არის ცხრიანში ზის ხმალების ცხრიანში, ანუ როგორ არის თითქოს სხვათა შორის даже აი ზოგისთვის იქნება როგორი ინფორმაცია, იცით, ძალით ვაქრობ ჩემსში ამ გრძნობას, იმიტომ რომ ვფიქრობ, თუ ქმარი იყო თქვენი და ეს ეხლა რეზონირდება ქმარზე, იცოდეთ რომ აქ არის მერყეობა. არ ვიცი, მინდა, არ მინდა, აი რაღაც ჩამოყალიბებული. არ არის შეიძლება აქ თვითონ ადამიანი არის ეხლა ისეთ გზაზე, როცა უნდა
აი თავის თავს რო ეძებს, გაიგეთ? ანუ იცით რომ საწავიდე, რისთვის მოვედი მე აქ? ანუ ეს არის სადღაც სხვათა შორის ну მოდი ასე ვთქვათ 40 წლამდე, даже უფრო 35-36, აი ასეთ პერიოდში აქ მამაკაცებს ეგეთი რაღაც თემები რა. და ანუ საწავიდე, ანუ რისთვის მოვედი, მინდა ოჯახი, არ მინდა ოჯახი, მინდა ვიყო ეს, აი ეგეთი რამეც არის აქ ვიღაცა ნახეთ როგორ წამოვიდა მეორე ფენან ინფორმაციას და გეუბნებით რა. და ამიტომ ეხლა გადაწყვეტილება მიიღო მაგან ქმედებაზე, ხო? გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე, აი თითქოს всё მივდივარ, სადღაც მიდის თქვენი ბიჭი. კი, იქ სადაც ანუ ეგ როგორ არის, იცით? მაგან ამით რა გააკეთა, იცით? ასე ორივესთვის კარგი იქნება. ეს რაც გითხარით, ახლა ეს ისტორია, კიდე ნახეთ, შემდეგ კიდე ისტორია აქ როგორი გვაქვს, რაც დავიწყეთ, რომ შეიძლება ადამიანი პირიქით თქვა, რომ მე მოვდივარ შენ, ну, თქვათ, ან ჩამოვდივარ ან რაღაცა, იმიტომ რომ მინდა რომ ერთად ვიყოთ, ну, კარგად ვიყოთ რა, ერთ ოჯახში ვიცხოვროთ, ანუ ერთად ვიცხოვროთ, შეიძლება თქვენ ეს მეორე ისტორია, რომ დაუშვოთ თქვენ ახლა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ და ერთად იცხოვროთ, ადამიანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ მიხვდეთ ხო, რომ ეს საჯარო დაიჭირეთ ყოველთვის თქვენი ინფორმაცია რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ახლა სამომავლოდ ნახოთ, მაგისი ფიქრები რა იქნება. აი ეს ახლა მოდი და ამიხსენით ჩემო ლამაზო, აქ რას შენ ფიქრობ, რატო ბრაზდები? რატო ბრაზდები, რა ფიქრები, რატო ბრაზდები ჩვენ ლამაზ გოგოზე? ბავშვით ბავშვური პოზიცია რაღაც დაიჭირა. იცით რა არის, აი ნახეთ, მე გეტყვით რატომ. ისე ამას დაუშვათ გოგოებო, თუ აი ეს ისტორია წავიდა რაღაცა ესე. იცით რაზე გაბრაზდება? იმის მიუხედავად, რომ აი ნახეთ ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს რას, რომ აი всё მე მივდივარ, მე შორს წავედი, საზღვარგარი სადღაც იქ სხვა პლანეტაზე უნდა გაფრინდეს. ამ დროს ფიქრობს, რომ მასე მე შევძლებ შენ დავიწყებას. არავითარ შემთხვევაში არ მოხდა ეს, არ მოხდება. ანუ სტაბილურად, ანუ ხო გაიქცა ვითომ თავისი ჭკუით, ხო? მაინც ყველანაირი ფიქრები არის თქვენზე, მუდმივად, აი სადაც არ უნდა წავიდეს. სულ ფიქრობს თქვენზე. გაიგეთ რა ხდება? ვინც ხა არსად არ გაქცეულა და გითხარით რომ თქვა ესა, აქ ისე აქ როგორი გაბრაზება რომ მაინც ეს ხალი არ მშორდება ჩემი ფიქრებიდან რა, სულ მთელი ჩემი თავი არის დაკავებული ამ ხალზე ფიქრებით რა. სულ მაგაზე ფიქრობს. ნუ აქ კიდე დავამატებ რომ ნამდვილად მაგას აი ეს მომენტი არის, ну, ფიქრები არის სულ სიყვარულზე. და სხვათა შორის, აი, არ ვიცი, ამას აი გეუბნებით, აი აქ სულ დაკარგვის მომენტი შეშინია რა და სულ რა აი არ დავკარგო. მინდა რომ სტაბილურად ვუყვარდე მაგას. ჩემია, ხო, აი სულ ეგეთი რაღაცა, რატო ხარ ეგრე რა, ავანტყოფური განცდებია. გოგოებო, ამას კიდე იჭვიანობა აქვს, თუ დაუშვოთ თქვენ მართლა ხართ ის ადამიანი, რომელიც დაუშვათ ემსახურებით საზოგადოებას სიტყვაზე, ну, ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვათ აი თუნდაც ახლა ჩემი კოლეგები ხართ, ხო? ან საერთოდ ფსიქოლოგები ხართ, თქვათ, ну, ადამიანები, ვისაც თქვათ სხვებისთვის საჭირო ხართ, ეჭვიანობს სხვათა შორის ძალიან ამაზეც. ну აქ ძალიან ავანტყოფური განცდებია რა. აქ თითქოს როგორ არის, იცით, ну აქ ისეთი ძლიერი ქალია, რომ აი სულ ეს შიში აქ, გაიგეთ, რაღაც არ დავკარგო. და გრძნობით არის რაღაც სხვანაირი რანაირი, აბა მითხარი. ეს აქ შენ რა გინდა მითხრა? იცით როგორ არის?
აქ სხვანაირად შეხედავს, იცი როგორ აქ საინტერესო არის ნულის არკანი, აი თითქოს მთელი სამყარო ხარ შენ. ანუ როგორ არის, აი ბავშვი რო უყურებს რაღაცა აი განს რა, აი ხო აი ბავშვს თქვა რაღაცა რო ანახო, აი ესეთი თვალებით უყურებს, აი პირველად რო დაინახავს, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც იმით, რომ ნუ აქ შემიძლია გითხრათ თუ დაუშვით, აი აქ წასული ვიღაცა, ის მიხვდება იქ, სადაც წავიდა, რომ უძვირფასესი არის ჩემთვის ეს ადამიანი რა, აქ მიხვდება. ხო, იმიტომ რომ აქ თითქოს აი უფრო დაგაფასებს, მეტად დაგაფასებს რაღაც, მაგრამ აი აქ თუ ეცადეთ თქვენ დავიწყება, ვერ შეძლომ, ვერანაირად. არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ მეფიქრებაო. აი ეგეთი რაღაცა არის აქ. გრძნობა. ნუ აგოგობო, იცით რა, უეჭველი აქ ვიღაცა წავიდა პრაქტიკებში რაღაცა ბიჭი, ნუ დაიჭირეს, შეიძლება ბევრის არ იყოს ინფორმაცია, მაგრამ არის რა. ნახეთ, გეტყვით ასეთი ვინმეისთვის რა ინფორმაცია არის. შეიძლება ეს ადამიანი არის, აი დაუშვით, ვინც წასულია, ხო? იქ ეს ადამიანი იბრძოლებს, თქვათ, აი ბრძოლას დაიწყებს თავის გრძნობაზე რა, ანუ დავასრულებ, არ მინდა, არც ეს ურთიერთობა აღარ მინდა, შეიძლება პრაქტიკებში დაიწყოს, მედიტაციები და ასე შემდეგ, ანუ რაღაცებს დაიწყოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ეს ადამიანი შეიძლება რომ გამოადევნოს ეს გრძნობა თავისი გულიდან რა. ყველანაირად შეიძლება, მაგრამ აქ არის როგორ იცით გონებით. აქ გული სხვა, გაიგეთ და გონებრივად ეხა შენ რაც გინდა ქენი. ხო? მაგრამ აქ იმიტომ მაჩვენეს, რომ რაღაცა ვერ ასვენებს ეს ფიქრები მაგას არა და მე რა მოხდება? ვერა, ბედი არ უშვებს ამას, გაიგეთ, არ უშვებს, არ აძლევს საშუალებას, რომ დაუშვათ ამ ადამიანის მიტოვებაზე, იმიტომ რომ სულ აქ უკან დააბრუნებენ ადამიანს ცუდად ოჯახში. იმიტომ ვერ მოერევა ეს ადამიანი. და ნებისმიერ სიტუაციაში რაც არის, ხო, შეიძლება თქვათ სამომავლოდ კონდეს რაღაცა მომენტები, თქვათ სხვანაირად შეხედებს ამ გრძნობას, ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება აქ სიტუაციები არის ესეთი, რომ თქვათ ახლა ადამიანი დაფიქრდება, რომ აი საჭირო არის თუ არა ჩვენ ახლა ერთად ვიყო და ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა იფიქრო, შეიძლება დაუშვათ ახლა იმასაც კი იფიქრებს, რომ ამ ქალთან ახლა თქვათ ვერ ვიქნები, თქვათ, ნუ ვაფშე რაც არ უნდა იფიქროს, აქ უკან დააბრუნებენ ამას ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს ადამიანი მიხვდება, რომ მე ჩემ თავს ვატყუებ და აქ ახლა აი ამასთან თუ თავს გორზომ ძალიან კომფორტულად და მომენატრა მინდა მასთან. და ქმედებაზე, ნუ ახლა მეექვსე არკანი სიყვარული. სიყვარული არის და ნუ ამ შემთხვევაში ახლა так, ისაკეთ ხო? სიყვარული არის, რა თქმა უნდა. გულითან არჩევანი არის, გულით არჩევანი არის და ქმედებაზე, აბა რა სიმოქმედება აქვს შენ? შეიძლება როგორ აქ თითქოს მფარველობს ანგელოზი თქვენს ურთიერთობაზე, თუ დაუშვთ ეს სიტუაცია თუ იყო, რაც მიგითხარით, წავიდა და რაღაცები, ეს საჭირო იყო თქვენი ურთიერთობისთვის, საჭირო. იმისთომ რომ ზოგჯერ ნახეთ, მანძილი კი ძალიან ძნელია საერთოდ რა, მაგრამ ზოგჯერ არის ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო. იმიტომ რომ მარტო მანძილზე ან განშორება როცა არის, აი მაგ დროს მიდის ძალიან ბევრი დამუშავება, ხო? ანუ როცა მუშაობთ ჩვენს თავზე რა. და აი ბევრ რაღაცებს ჩვენ ვფიქრდებით, ბევრ რაღაცებს ჩვენ ვაანალიზებთ, ბევრ რაღაცებზე
უკვე ნუ ვაფასებ თუნდაც რა, ანუ ხვდებით ზვირფასი არ არის ზვირფასი, ნუ ბევრი რაღაც კარგი არ არის ცუდი სხვათა შორის, ხო გეუბნები კი მტკივნეულია, იმიტომ რომ ადამიანთან როცა გიყვარს, უგინდა შენთან იყოს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი მაგ დროს ხვდება დაუშვათ, მე მინდა თქვათ ეს ადამიანი მჭირდება, მე შემიძლია ვიყო მის გარეშე და ასე შემდეგ და აი ზუსტად ეს რაღაც მომენტი არის და ამიტომ არ განიცადოთ უბრალოდ როცა ხდება ეგეთი რამები, პაუზები და ეგეთი მომენტები და ადამიანი როცა გიყვართ, ნუ ხარ დაციკლული იმაზე, თქვათ რატო ვერ ეკავს, რატო არ მწერს, ლანძღვაზე ნუ გადადეხართ და ნერვიულობაზე, ტირილებზე, ეგეთ რამეზე არა. ყველაზე კარგი წამალი არის თუ გინდათ რომ ადამიანთან დაგებრუნდეთ, გადაერთოთ თქვენს საქმეზე, თქვენს სწავლზე, თქვენი თავის განვითარებაზე. ანუ რას ნიშნავს თავის განვითარება? დაფიქრდეთ, ანუ თქვათ რაღაც სიტყვებზე, ქმედებებზე, რომელიც იყო მისგან თქვენს მიმართ, რისთვის იყო ეს სულ ყველაფერი და ნუ ყველაზე მაგარი პროსტა გადაერთეთ რა, გასიამოვნეთ თქვენ თავს. თქვათ რაღაც გაერთეთ, წადით მეგობრებთან, ნუ რაღაცა ისეთი გააკეთეთ, რომ ბევრი დრო არ არის საჭირო, რომ თქვენ ახლა ის მთელი ენერგია იქ გაუშვათ, არა, ნუ ყვებავთ ადამიანს, თან პლუს კიდე თქვენ თუ ფიქრობთ ცუდზე, თქვენ ხო უარყოფით ენერგიით ყვებავთ, რა თქმა უნდა ახლა ვის უნდა ახლა როცა მოდის მას ნუ ანუ როცა თქვენ ფიქრობთ მაგაზე ცუდს, ეს ენერგია მიდის მაგასთან ცუდი, ამას აგონდება ყველაფერი ცუდი. როცა თქვათ, ნუ როგორც არ უნდა თქვათ, შენ 24 საათს მაგაზე ფიქრობ, ესე იგი ადამიანი სულ ხარ მის სივრცეში, ჩვენ ერთმანეთს ენერგეტიკით ახლა ვგრძნობ, ხო? და ხო სულ ხარ, ანუ даже არ აქვს საშუალებას რომ მოენატრო, ხო? როცა შენ გადაერთობე და უკვე თქვათ, ახლა სხვა საქმე დაკავდები, თქვათ, რაღაცაში შენ ენერგია სულ სხვაგან გაუშვებ, იქ უკვე აკლდება ადამიანს, ხო, ეს ენერგია და ის უკვე ფიქრობს, რომ ვამე რაღაც მომაკვდა, ნეტა როგორ არის, ნეტა რა ხდება, ნეტა ეს და მე უკვე რა თქმა უნდა უჩდება სურვილი, რომ აი მოდი კიდე დაუშვათ ის რა ქვია, თუ ნუ ან მივწერო ან დაურეკო. ძალიან კარგი კიდე სხვათაშორის ხოლმე სწორი გაგებით. ამას საერთოდ მე ვეუბნები უფრო პირად კონსულტაციებში, ნუ ვაძლევთ ესეთ რჩევებს, რომ არის ჯამრთელი ფლირტაობა, ჯამრთელი, როცა შენ ადამიანი გიყვარს, აი ჯამრთელი ფლირტაობა არ არის ცუდი, იმიტომ რომ ეგრევე ადამიანი გრძნობს, რომ ვიღაცის სხვის ენერგეტიკა შედის, ანუ თქვენს შორის და აი ბევრჯერ არის, როცა ეგრევე ჩდება ხოლმე, გაიგეთ? ანუ ეს ნუ ეხა ისეთ რჩევებს მე უფრო პირად კონსულტაციებზე რა თქმა უნდა ვაძლევ, იმიტომ რომ ყველასთვის ეს შეიძლება არ იყოს საჭირო. ანუ აქ რას გულისხმობთ? Короче, აქ როგორი თემა არის, ახლა იცით, ამ ადამიანმა ძალიან კარგად აქ ქმედებაზე. ეს ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აქ სულ ხმალები, ეს ჩვენი ფიქრები უფრო, ხო? ანუ, ესე იგი, მორჩა, აღარ ჩხუბი მინდა, აღარც თქვა ბლოგით უქონდა, ხო? ანუ აქ ადამიანი ძალიან დიდ ტრანსფორმაციას შინაგანს გადის რა. და მიხვდება რომ არ მინდა ეს გულის ტკენა, არ მინდა რომ შეიცვალოს სიტუაცია. ცოტა კი არის ესეთი ხისტი ტიპი. მაგრამ არჩევანს გააკეთე, გოგოება ეს მოვა თქვენთან, დაბრუნდება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში თქვენ ხართ მაგისი მზექალი. თქვენ ხართ მაგისი იმპერატრიცა. აქ დაბრუნება. გოგოება აქ არის 1000%-იანი დაბრუნება. ადამიანს უბრალოდ მიეცით დრო. და რაც გითხარით, გაითვალისწინეთ და აქ იქნება 1000%-იანი დაბრუნება. აი, ეგეთი გაშლა ჩემო ლამაზებო, ასეთი ანალიზი. მე არ გეუბნებით, რომ ახალი წელი გათენდება თუ არა ეგრევე დაბრუნდება, მაგრამ აქ მაჩვენებენ პერიოდს რა. ამ ადამიანს უბრალოდ მიეცით დრო, რომ გაითვალისწინებიეროს ეს თავისი ანალიზი გააკეთოს ყველაფრის და თქვენ რაც გითხარით, ეს თქვენთვის ძალიან კარგია, დაკავდე შენი საქმით. დაკავდე საქმით, რომელიც შენ ქსიამოვნებს, თუ გინდა რომ ეს კაცი დაბრუნდეს და ეგრევე გამოჩდება.
ნუ აჰა. გაიგეთ? всё, ორჩა. გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.